მეხუთე ადგილი. როდესაც ხელისუფლება ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა, იმას ნიშნავს, რომ მას პრობლემები აქვს. ის სხვას ვერაფერს თავაზობს საკუთარ ხალხს. მეოთხე ადგილი. შეგიძლია გქონდეს თავისუფალი მედია, შეიძლება გქონდეს სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრი და პარალელურად განაგრძო გზა. საქართველოს მაჩვენა, რომ შეიძლება ქვეყანაში იყოს დემოკრატიაც და წესრიგიც. მესამე ადგილი. აქციების დროს 2007 წელს გადავდექი, რადგან ხალხი აპროტესტებდა რეფორმებს. ჩავატარეთ ახალი თავისუფალი არჩევნები, რომელშიც ნაკლები პროცენტით, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ. მეორე ადგილი. თქვენ იცით, რომ მედიას ყოფილ საბჭოთა სივრცეში რუსეთი აკონტროლებს. თუ მათ არხებს უყურებთ, გეგონებათ, რომ ჩემს ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს ხოცავს. რომ მე ვარ მკვლელი, რომ საქართველო არის ყველაზე საშიში ქვეყანა. პირველი ადგილი. სოფლიო ბანკი დღეს აპირებს გამოსცეს წიგნი იმაზე, თუ როგორ შეძლო საქართველომ ტრანსფორმაცია. Transparency International-ის მიხედვით ვართ ნომერ პირველი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში. ჩვენ გვაქვს სოფლიოში ახალი ზელანდიის შემდეგ ყველაზე გამჭვირვალე სახელმწიფო სტრუქტურები. ვართ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. როდესაც ხელისუფლებაში მოვედი, სიგარების მაჩვენებელი იყო 52%. ახლა ეს მაჩვენებელი შეადგენს 17%. და ეს ადამიანები დღეს უკვე სარგებლობენ დაზღვევით და სოციალური დახმარებით. დობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ გაზრდილია EBRD-ის კვლევების მიხედვით.